თეატრი. ძველ ბერძნებს უყვარდათ თეატრში სიარული და ძნელი სათქმელი არ არის თუ რატო. თეატრალურ წარმოდგენებზე დასწრება საინტერესოც და ასევე განდვირთვის საშუალებაც იყო. პირველი თეატრი ათენის აკროპოლისის გორაკზე აშენდა. თეატრალურ წარმოდგენებს მაყურებლები ნახევარწრიული ფორმის იარუსებიდან უყურებდნენ. სცენიდან წამოსული ხმა თეატრის თასის ფორმის წყალობით ყველა მაყურებლამდე ექოს გარეშე აღწევდა. სცენაზე სამი ძირითადი ტიპის წარმოდგენები იმართებოდა. კომედიებში დასცინოდნენ ისეთ ცნობილ ადამიანებს, როგორებიც პოლიტიკოსები იყვნენ. ტრაგედიებში გადმოცემული იყო ღრმა განცდები. ისინი როგორც წესი იმ გმირებს განასახიერებდნენ, რომლებიც იღუპებოდნენ. სატირული პრიესები კი წარმოადგენდნენ კომედიისა და ტრაგედიის ნაზავს. ასე დაცინვით კიცხავდნენ ადამიანის უარყოფით თვისებებს. მსახიობები მხოლოდ მამაკაცები იყვნენ. ისინი გარეგნობის შესაცვლელად ნიღბებსა და პარიკებს ატარებდნენ. მსახიობები სცენაზე დიდი ზომის კოსტიუმებით გამოდიოდნენ, სახეზე კი უზარმაზარი ნიღბები ეკეთათ, რათა მაყურებელს უკანა რიგებშიც უკეთ დაენახათ. თეატრალურ დასს მოცეკვავეთა და მომღერალთა გუნდიც ჰყავდა. მათი კოსტიუმები ხშირად საკმაოდ უცნაური იყო. ზოგიერთ პიესას თან ახლდა მუსიკა, რომელიც სრულდებოდა ისეთი მუსიკალური ინსტრუმენტებით, როგორიცაა ლირა და აულოსი. ძველი ბერძნები საუკეთესო დრამატურგის დამოსავლენად რეგულარულად ატარებდნენ კონკურსებს. სოფოკლემ ამ კონკურსზე მრავალჯერ გაიმარჯვა და ასე გახდა ცნობილი დრამატურგი. სხვა ცნობილ დრამატურგებს შორის იყვნენ ესქილე, ევრიპიდე და არისტოფანე. ასე რომ, შემდეგში, როდესაც ტელევიზორს ჩართავთ ამ ფილმს უყურებთ, გახსოვდეთ, რომ ეს ყველაფერი ბერძნების თეატრისადმი დიდი სიყვარულით და თეატრის შექმნით დაიწყო.